მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 31. ბრტყელი კონდენსატორი დამუხტეს და გამორთეს დენის წყაროდან. ამის შემდეგ ფირფიტებს შორის მანძილი ორჯერ შეამცირესო გვეუბნებიან. ამასთან ფირფიტებს შორის ჰაერია და უნდა შეუსაბამოთ ციფრებით დანომრილ ფიზიკურ სიდიდეებს ასოებით დანომრილი შესაძლო ცვლილებები. და ამასთან გვითხრეს, რომ პასუხების ფურცელზე ცხრილის სათანადო უჯრედებში დასვითო ნიშანი x-ი. კარგით, მოცემულობა ჩავწეროთ, მოდით, მოცემული რა გვაქვს, ესე იგი. ბრტყელი კონდენსატორი დამუხტეს და გამორთეს დენის წყაროდან. ამის შემდეგ ფირფიტებს შორის მანძილი ორჯერ შეამცირეს. მაშინ თუ ორჯერ შეამცირეს, დაუშვათ თუ თავიდან მანძილი იყო d1 უდრის d ტოლი, რადგანაც გვითხრეს რომ ორჯერ შეამცირესო d2 ტოლი გახდებოდა d-ნახევრის, ხო? ეს იქნება ტოლი d-ნახევრის. ამასთან რადგანაც გვეუბნებიან ჩვენ რომ ფირფიტებს შორის ჰაერიაო, შესაბამისად თუ გავიხსენებთ ჩვენ რომ ჰაერის დიელექტრიკური შეღწევადობა ეფსილონი ჰაერის ტოლი არის 1-ის, ესეც ჩავწეროთ მოცემულობაში და ამასთან გვითხრეს რომ ეს ჩვენი კონდენსატორი დამუხტესო და შემდეგ გამორთესო დენის წყაროდან. შესაბამისად მუხტი რომელიც იყო კონდენსატორზე დაგროვილი Q1 ტოლი დარჩებოდა Q2-ის, არ შეიცვლებოდა და იქნება ეს მოდი Q-ტოლად ავიღოთ. Q-ტოლი იყოს ესეც. კარგით ბატონო ჩემო. და ახლა გადავიდეთ და გავცეთ პასუხები აქ მოცემულ კითხვებს. პირველი, ჩვენ უნდა გავარკვიოთ კონდენსატორის ტევადობას რა მოუვიდოდა, როდესაც მანძილი ორჯერ შემცირდა. ესე იგი, რა გვექნება ჩვენ პირველში C1 თავიდან, ხო? C1 თავიდან იქნებოდა ε0 S-ი შეფარდებული D1-თან, ხოლო შემდეგ ორჯერ შემცირების შემდეგ მანძილის გახდებოდა C2 ε0 S-ი შეფარდებული D2-თან. ეხლა იმის გათვალისწინებით, რომ ეფსილონი ჰაერის ერთების ტოლია, მოდით ეს გავითვალისწინოთ, შესაბამისად აქ ეფსილონები ერთია და აღარ გვიქნება აქა, აღარც ვიგვიძლია აღარ დავწეროთ. და მოდი განვიხილოთ შემდეგი შეფარდება, ესე იგი ჩვენ თუ დავწერთ C2 შეფარდებას C1-თან, სწორედ ეს გვიჩვენებს რა მოუვიდოდა C1-ს მანძილის ორჯერ შემცირების შემდეგ. ეს კიდე რა ის ტოლი იქნება? ეს ტოლი იქნება C2 არის ε0 S-ი შეფარდებული D2-თან. ეს გაყოფილი C1-ზე. C1 არის ε0 S შეფარდებული D1-თან, ეს გაიყოფა, ანუ გამრავლდება C1 შებრუნებულ სიდიდეზე D1 შეფარდებული ε0 S-თან, ესენი აღარ გვიქნება. და მოდით ახლა გავითვალისწინოთ. D1 ხო D ტოლია მოცემულობით, D2 კიდე D-ნახევარი არის. ეს ორიანი ზემოთაა, ხო? დავწეროთ ზემოთ. ასე, D-ები შევკვეცება და დავრჩა მარტო ეს ორიანი. ეს ტოლი არის 2-ის. შესაბამისად, C2-ის შეფარდება C1-თან თუ 2-ის ტოლია, მაშინ C2 C1-თან შედარებით ორჯერ მეტი ყოფილა. ანუ ჩვენ გამოგდის პირველ შემთხვევაში, რა გამოგდის, რომ ეს ჩვენი კონდენსატორის ტევადობა ორჯერ გაზრდილა, რომელიც არის D პასუხი. ესე იგი, პირველის პასუხი არის D. ახლა გადავიდეთ მეორეზე. აბა გვაქვს მეორეში ჩვენ გვეუბნებიან კონდენსატორის მუხტს რაღა მოუვიდა. ხო, ეს პრინციპში მოცემულობაში უკვე დავწერეთ, რაც მოხდებოდა Q1 და Q2 მუხტი, რადგანაც ეს კონდენსატორი დამუხტეს და გამორთეს შემდეგ დენის წყაროდან არ შეიცვლებოდა, შესაბამისად Q1 ტოლი დარჩებოდა Q2-ის და ეს ტოლი არის Q-ი. ანუ მეორეში ჩვენ შეგვიძლია უკვე პასუხი დავწეროთ, რომ კონდენსატორის მუხტი არ შეიცვლება. ეს კი არის პასუხი G, მეორის G, სად არის G? აი ასე ბატონო. გადავიდეთ ახლა მესამეზე რა გვაქვს? მესამეში გვეკითხებიან მესამე ძაბვა კონდენსატორზე. კარგით, ახლა ძაბვისთვის U1 რა იქნება ახლა? U1 ტოლი იქნება Q1 C1-თან. შემდეგ U2 ძაბვა, U2 გახდებოდა Q2 C2-თან, საიდანაც U2-ს თუ შევაფარდებთ U1-თან, U2 აგერ არის Q2 შეფარდებული C2-თან. ეს გაყოფილი Q1 გაყოფილი C1, ეს გაყოფილი Q1 C1-თან, ანუ გამრავლებული C1 Q1-თან. ეს Q-ები კი ვიცით, რომ ერთმანეთის ტოლია და Q-ს ტოლია, შესაბამისად გავითვალისწინოთ, ეს Q-ები აღარ გვექნება და გამოგდის, რომ ძაბვების შეფარდება ტოლი არის C1 შეფარდებას C2-ის. კი ბატონო, ესე იგი, C2-ის შეფარდება C1-თან თუ 2 გამოგვივიდა ზედა ამოცანაში, მაშინ პირიქით C1-ის შეფარდება C2-თან 1/2 არ გამოგვივა, ხო? ესე იგი, ეს ტოლი გამოგდის 1/2-ის. მაშინ U2 შეფარდება U1-თან თუ 1/2-ია, აქ უკვე პირიქით. ძაბვა შემცირებულა ორჯერ. ანუ მესამეში უკვე პირიქით გვაქვს ძაბვა შემცირდა ორჯერ, რომელია ეს B. მესამეს B იქნება. ახლა მესამე ვნახოთ. მესამეში რა გვაქვს? მეოთხეში გვაქვს სწორად, მეოთხე. ველის დაძაბულობა კონდენსატორში. ველის დაძაბულობისთვის თავიდან E1 ტოლი იქნებოდა U1 D1-თან. ხოლო E2 გახდებოდა უკვე U2 D2-თან. აქედან
E2 შეფარდება E1-თან, ტოლი იქნება U2 არის U2 შეფარდება D2-თან, ეს გაყოფილი U1 გაყოფილი D1-ზე, ანუ გამრავლებული ეს D1 U1-თან. ხო, ეს უდრის D1 D არის, D2 D ნახევარია, ხო? ეს ორი ზემოთავა. ასე ბატონო ჩემო, D-ები შევეკვეცება და რა გამოგივიდა, რომ ეს უდრის თურმე ორჯერ U2 U1-თან. U2 U1-თან კიდევ განსაზღვრული გვაქვს, ხო? 1/2-დი მივიღეთ. ამოდით გავითვალისწინოთ ეს. მაშინ ეს აქ დაგვრჩება, რომ ეს ტოლი არის ორჯერ U2 შეფარდება U1-თან 1/2-დი, ანუ გამრავლებული 1/2-ზე, ორები შევეკვეცება და ეს უდრის 1-ს. ხო, E2 შეფარდება 1-თან თუ 1-ია, მაშინ E2 ტოლი ყოფილა E1-ის, რომელიც მოდი ეს ტოლად ავიღოთ. ანუ არ შეცვლილა ველის დაძაბულობა კონდენსატორში არ შეცვლია. შესაბამისად, მესამეში პასუხი იქნება, მესამეშიც G. გადავეკიდე ამ მესამეს, მეოთხეში. მეოთხეს G. კი ბატონო, მეოთხეს G იქნება და დავწეროთ ახლა მეხუთეც ბარემ. მეხუთე. მეხუთეში რა გვიქნება ნახოთ? ესე იგი, მეხუთე. კონდენსატორის ენერგია. კონდენსატორის ენერგია W1 ტოლი იქნება C1 U1-ის კვადრატ ნახევარი, ხო? და W2 გახდებოდა C2 U2-ის კვადრატ ნახევარი. აქაც განვიხილოთ შეფარდებები W2 W1-თან. ტოლი იქნება W2 კი ვიცით რამდენიცაა C2 U2-ის კვადრატ ნახევარი. გაყოფილი W1-ზე, ანუ გამრავლებული W1 შებრუნებულზე 2 შეფარდებული C1 U1-ის კვადრატი, ორები შეგვიკვეცა და რა დაგვრჩა? C2 C1-თან გამრავლებული U2-ის შეფარდება U1-თან და ეს მთლიანი ყვაყვანილი კვადრატში. კარგით, C2 შეფარდებული C1-თან განსაზღვრული გვაქვს და 2-ის ტოლია, ესე იგი დავწეროთ 2 უნდა გავამრავლოთ. U2 შეფარდებული U1-ის კვადრატთან, U2 შეფარდებული U1-თან არის 1/2-დი, ამის კვადრატი იქნება 1/4-დი, ხო? ანუ ეს გამრავლებული 1/4-ზე, ესენი შევეკვეცა და დაგვრჩა 1/2-დი. ანუ აქაც ენერგიების შეფარდება თუ 1/2-დი გამოგვივიდა, მაშინ ენერგია, კონდენსატორის ენერგიაც ორჯერ შემცირებულა. ეს კი არის პასუხი B, მეხუთეს B იქნება. და ახლა ნახოთ მე-6-ში რა გვაქვს. მე-6-ში გვეკითხებიან მიზიდულობას რაღა მოვიდაო, მე-6. მე-6-ში მიზიდულობის ძალაზეა საუბარი აქვს. მიზიდულობის ძალისთვის F1 ტოლი იქნება Q1 E1, ხო? Q1 E1, ხოლო Q2 უცრავად F2, ხო? F2 ტოლი იქნება უკვე Q2 E2. ახლა Q1 და Q2 ორივე Q-ის ტოლი არის, ხო? ამიტომ გავითვალისწინოთ მოდით ეს, აი იმ ინდექსებს მოვუშლი, ბარემოქვე. ასე და E1 და E2 კიდე ეს ტოლი არის. ანუ აქაც E-ები დაგვრჩება. მაშინ F1 თუ Q-ის ტოლია და F2-იც Q-ის ტოლია, მაშინ ესენი ერთმანეთის ტოლი ყოფილა. აქედან F1 ტოლი გამოგვდის F2-ის. შესაბამისად, მიზიდულობის ძალაც ფირფიტებს შორის არ შეგვცვლია. არ შეგვცვლია, ეს კი G არის, ხო? ესეც G ყოფილა, ესე იგი მე-6-ს G.